ბოლო დღე თვითმმართველობის არჩევნებამდე კანონის თანახმად დღეს საარჩევნო კამპანიის უკანასკნელი დღეა. კანდიდატებს ამომრჩევლებთან შეხვედრები და აგიტაცია მხოლოდ ღამის 12 საათამდე შეუძლიათ. 12 საათის შემდეგ ასევე იკრძალება მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების გაშვება. და მხოლოდ ტელე და რადიო რეკლამები იკრძალება ამაღამ ღამის 12 საათის შემდგომ. ამის შემდეგ არ შეიძლება არც ტელე, არც რადიო რეკლამების გაშვება. რაც შეეხება თვითონ აგიტაციას, ამასთან დაკავშირებით კანონი არ კრძალავს ამას, თუმცა კანდიდატებს აქვთ უფლება, რომ გამოიყენონ ეს დღე მათი მესიჯების გასაჟღერებლად, ისევე როგორც ხვალინდელი დღეც. რუსული მედია ვანო მერაბიშვილის კიდევ ერთ ინტერვიუს ავრცელებს. რადიო ეხო მოსკოვისთან საუბარში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში უკვე ჩაერია. მისი თქმით, საქართველოში მუდმივად აქტიურად მუშაობენ რუსული სპეცსამსახურები. ვანო მერაბიშვილმა არჩევნების შემდგომ მოსალოდნელ არეულობაზეც ისაუბრა. ის ამბობს, რომ რეგიონში ამჟამად საქართველოზე უფრო მშვიდი ქვეყანა არ არსებობს და გამორიცხავს 30 მაისის არჩევნებზე არეულობას. რადიო ეხო მოსკოვის კორესპონდენტმა მერაბიშვილს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქურაშვილის მიერ მაესტროს ეთერში გაკეთებული განცხადების კომენტირებაც სთხოვა, რომლის მიხედვითაც მერაბიშვილი, სააკაშვილი და ბოკერია 2012 წლის შემდეგაც არ დათმობენ ძალაუფლებას. ოქურაშვილის განცხადების კომენტირება არასერიოზულია, რადგან ის არასერიოზული ადამიანია, განაცხადა რადიო ეხო მოსკოვისთან ინტერვიუში ვანო მერაბიშვილმა. ხელისუფლებას პრობლემები აქვს უგულავასთან. მას დაპირისპირება აქვს მერაბიშვილთან და სააკაშვილთან. ეს იყო სპეციალურად შეთხზული, მოგონილი იმისათვის, რომ ადამიანები თუნდაც დარჩათ ჩვენ საზოგადოებაში ულუფრყილო დაეჯერებინათ, რომ ამ ადამიანს აქვს განსხვავებული ხედვა, განსხვავებული მდგომარეობა, განსხვავებული სტატუსი, ვიდრე მაგალითად იმ ნეგატივებს, რაც არის სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი. რეალურად გუნდი არის ერთი, ეს გუნდი არზის გულხელდაკრეფილი და დღეს არ იბრძვის მხოლოდ თბილისის არჩევნების მოსაგებად ან ნებისმიერ რეგიონში. ამ არჩევნებს აქვს ერთი განსხვავებული და საკმაოდ საინტერესო მახასიათებელი. ეს არის წინასწარი რეპეტიცია იმაზე, როგორ მოხდება სააკაშვილის ჩანაცვლება სხვისით. ანუ ახალი სააკაშვილის მოყვანა საქართველოში. ბუნებრივია, სააკაშვილი არ ფიქრობს ხელისუფლებიდან წასვლას. სააკაშვილი დარჩება თავისი გავლენით და თავისი უსაფრთხოების გარანტიებით, თავისი ბერკეტებით, როგორც საფინანსო, ისე არასაფინანსო ინსტრუმენტებზე, სადღაც გვერდით პროცესებს მიღმა. ჭყალებში არ ვიყოთ პენსიაზე გასული, მაგრამ ქვეყნის მართვას, სიტუაციის მართვას გააგრძელებს ის გუნდი, რომელიც აქამდე აკეთებდა ამას, როდესაც სააკაშვილი სხვადასხვა ადგილებში ისვენებდა ხოლმე და თეობით არ იყო ქვეყანაში.